ჩვენ ვაკეთებთ, დავიჭერთ და სამაშველო ტივზე მოვამზადებთ ოკეანის შუაგულში. ყველაზე დიდი და საუკეთესო თევზი ბიჭებო. წავედით რანერ. კარგი, კაპიტანი ამოაფურთხებს საჭმელს. არც ერთი ნავი არ ინერვიულო. ამ ცხენს გავყვეთ ბიჭებო 3000 ცხენის ძალაზე. წავედით. დიდი მადლობა ძმაო და დიდი მადლობა რა თქმა უნდა ბალისაც. თქვენ საუკეთესოები ხართ. მადლობა ძმაო, შენ ნამდვილი ფსიქო ხარ, კაცო. წავიდეთ. ვაუ, კარგი, ეხლა უნდა წავიდეთ და თევზები დავიჭიროთ. წავიდეთ. სერფის დაფას და წყალქვეშა ნადირობის აღჭურვილობას წყალში ვუშვებთ. აქედან მივდივართ. წავიდეთ. ეს ეპიზოდის დასაწყებად ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გზაა ბიჭებო და დღეს ერთი გიჟური გამოწვევა გვაქვს. ვაპირებთ დავიჭიროთ და სამაშველო ტივზე მოვამზადოთ ოკეანის შუაგულში. აქედან ბიჭებო, ეხლა ნავზე გადავხტები. ოკეანის შუაგულში გავემგზავრები. იმედია რამეს დავიჭერ საჭმელად და მერე ოკეანის შუაგულში მოვამზადებ. ვიცი, გიჟურა ჟღერს, მაგრამ სპეციალური სტუმარი მყავს, რომელიც დამეხმარება ბიჭებო. მოდი აქ ძმაო. აი ეს ბიჭებო, პაბლოა. ის შეფია, გურმანი და უბრალოდ ადამიანი, რომელსაც უყვარს ახალი ინგრედიენტებით მომზადება და ზუსტად ამას ვაკეთებთ დღეს. მე გავეშვები, იმედია თქვენთვის ახალ ზღვის პროდუქტებს დავიჭერ. და ის ცოტა მოგვიანებით მომიმზადებს მას. როგორ ჟღერს ეს? მოუთმენლად ველოდები. და გავიგე, რომ ძალიან რთული იქნება იქ, სადაც ვაპირებ მომზადებას. ასე რომ, მოდით ნახოთ. თქვენ ნახავთ, სად აპირებს ის მომზადებას, ეს ნამდვილად სიგიჟე იქნება. ეს უეჭველია ბიჭებო. მინდა ვნახო, შევძლებთ თუ არა საუკეთესო და ყველაზე ახალ ინგრედიენტებს მოვიპოვო. თქვენ იცით ჩემი მომზადების სტილი, ამას უწოდებთ მარტივს. საკმაოდ მარტივია. ჩვეულებრივ უბრალოდ ვაგდებთ ცეცხლზე. და იცით, და ეგა, ყველაფერი მზადა. შენ რა გაგიკეთებია შენი ასე ვთქვათ, სამზარეულო გამოცდილებიდან? რა არის შენი ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ოდესმე გაგიკეთებია? თქვათ ასე, 14 ვეგანი ისევ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნა. გესმით ხო? 14 ვეგანი ისევ ნორმალურ მდგომარეობაში. მე არ მithქვა, მან თქვა. კარგი ბიჭებო, ვემზადებით. მივდივართ ღია ოკეანეში. დროა ინგრედიენტები მოვიპოვოთ. წავედით. მოლოდინი დღეს ძალიან მაღალია ბიჭებო. დიდი იერაღები გამოვიტანეთ და ცოტა ნერვიულად გგზნობ თავს, რადგან იცით, არ მიყვარს ხალხის იმედგაცრუება. ასე რომ დღეს იმედი მაქვს ამ წყალქვეშა თოფით ნამდვილ მონსტრებს მოვინადირებთ. და ვთქვათ ასე, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გიჟური მომზადება, რაც კი ოდესმე ვინმეს გაუკეთებია. არ მგონია ეს ოდესმე ვინმეს ცხოვრებაში გაკეთებულ იყოს. ასე რომ, ცოტა მოგვიანებით ნახავთ. კაპიტანს იოხტებით. როგორც კი წყალში შევალთ, უკან აღარ დავბრუნდებით. იქვე დავიჭერთ საჭმელს. იქვე დავიჭერთ საჭმელს. კარგი ბიჭებო, ღია ოკეანეში შევდივართ. ხედავთ, კაპიტანი აქ უკან ყავს. დღევანდელი გეგმაა, რომ დიდი იარაღებს გამოვიყენებთ. გვაქვს დიდი წყალქვეშა თოფები და ვდევნით ღია ოკეანის გიგანტურ თევზებს. აქ უკანაც შეგიძლიათ ნახოთ. ხედავთ, ეს რუმპუნგია. ეხლა უბრალოდ თვალს ვადევნებ ყველაფერს. ვცდილობ გავიგო, რა სახის თევზები არიან ირგლივ. აქ ვდევნით თინოს, ვაჰუს, მახის, ყველაზე დიდ და საუკეთესო თევზს, ბიჭებო. ეხლა ცოტა რომანტიკულია, ბიჭებო. თითქმის ტიტანიკის მომენტს გავს, უბრალოდ ქალი მაკლია. მაგრამ დღეს აქ თევზი იქნება. შეიძლება სახლში დაბრუნებისას პატარა ტიტანიკი მოვაწყოთ, როცა გიგანტურ თევზს დავიჭერთ. ავიყვანოთ ის ნავის წინა ნაწილში და რომანტიკული გასეირნება მოვიწყოთ. და მერე მასზე შევუდებთ. რატომ ვარ ასეთი უცნაური? ზოგჯერ როცა კაპიტანი თევზაობს, გარშემო ყველგან მახია, მაგრამ ისინი უბრალოდ მისდევენ სატყუარას და არც კი კბენენ მას. აი სწორედ აქ ჩნდები მე ძმაო. გამოვიტან დიდი იარაღს, ჰარპუნის თოფს. და კიდევ ერთხელ კაპიტანს მოუმარაგეთ. აქ ვხედავთ, ეს არის 1,2 მეტრიანი ჰარპუნის თოფი. ეხლა დაახლოებით 70 მეტრი შნური გვაქვს. ეხლა ეს აქ ბიჭებო საკმაოდ დიდ თევზსაც გაუნკოლდება. როცა ეს 70 მეტრი შნური ამოიწურება, ფაქტობრივად ვიხჭობით. ასე მუშაობს ეს ყველაფერი. მაგრამ რაც არ უნდა შეგხვდეს აქ, ყველაფერს დავამარცხებთ. შეიძლება დაგვახჭოს, შეიძლება მოუკლას, მაგრამ სწორედ ამისთვის ვართ აქ ძმაო. ეხლა აღჭურვილობას ჩავიცვამთ. წყალში შევალთ და ვნახავთ. შევძლებთ თუ არა ლურჯი წყლის მონსტრის დაჭერას. წავედით. კარგი, წავედით ძმაო. ვუ!
კარგით ბიჭებო, ეხლა ხან დაუბრუნდით პირველი ყვინთვის შემდეგ და აქვე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ძალიან ლამაზი ცისარტყელას მორბენალები დავიჭირეთ. აქვე ორი ცალია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშიმია ოკეანეში. მოხარშულიც და უმიც, ისინი უბრალოდ საოცარია. დარწმუნებული ვარ, შეფი აქედან რამე ულამაზეს მოამზადებს. მაგრამ ის ცხოველები, ვისაც სინამდვილეში ვდევლით ბიჭებო, სწორედ ამ თევზებს ჭამენ. ისინი დიდები არიან, ვინც ჩვენ გვინდა. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ჩვენს გარშემო რამდენიმე დელფინია, რომლებიც ჩვენთან ერთად დაცურავენ. უნდა მიუახლოვდეთ ცოტა უფრო ახლოს, რომ ნახოთ, შეუძლებს თუ არა მონსტრის დაჭერას. უკვე გვაქვს რამდენიმე კარგი თევზი ყინულში, მაგრამ ჯერ არ ყავს ის მონსტრი თევზი, რომელიც მოგვიანებით გვინდა შეფისთვის დავიჭიროთ. აქ წყალში ყოფნას რაღაც განსაკუთრებული აქვს ბიჭებო. ეს სარკესავით წყნარი ამინდი, ზეში ყოფნა. ამ ცხოვრებისთვის ახლა ძალიან მადლიერი ვარ. აქ უკანა მხარეს ყავს კაპიტანი, ნამდვილი ლეგენდა. დაამწუთას ჩვენ პირდაპირ ვაკეთებ იმას, რაც გვიყვარს. წყალში ვხტებით და თევზი ოქთ. მართლა მინდა თევზი დავიჭირო ბიჭებო, რადგან ეს მომზადება ისაა, რასაც დიდი ხანია ველოდები. ჩვენთან ერთად არის ძალიან განსაკუთრებული ადამიანი, როგორც იცით ბიჭებო. ვეღარ ვითმენ რომ გიჩვენოთ რამდენიმე გიჟური რეცეპტი. იცით, ჩემი მომზადების სტილი ცოტა, მოდი უბრალოდ უწოდოთ უბრალო. უბრალოდ დავარქვათ ვფიქრობ. არა, ეს კარგი აღწერაა. ჩვეულებრივ უბრალოდ ვიჭერ თევზს და ვაგდებ ცეცხლზე. ზოგჯერ იმიტომ რომ მართლა ძალიან გემრიელია. უბრალოდ ცეცხლზე შემწვარი თევზი. მაგრამ ზოგჯერ ბიჭებო, კარგია ცოტა ბურჟუაზიულად მოიქცე. და ზუსტად ამას ვაკეთებ დღეს. დღეს მაგრად პონტურად ვიცევით. ბუმ 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 ბუმ. ჩვენ ნამდვილი ბურჟუები ვიქნებით. მოგვიანებით ერთ სიგიჟე კერძს მოვამზადებთ. შეიძლება ოკეანის შუაგულში პატარა წვეულებაც გავმართოთ. ცეცხლი, კარგი განწყობა. ლაჯანდაბა გინდა კიდევ ცხოვრებაში კაცო, ეს სიგიჟე იქნება. მაგრამ ჯერ საჭმელი უნდა მოვიპოვოთ. კარგი, წავედით. ეხლა შეგიძლიათ ყველა მირგვრივ კარგად დაინახოთ. აქ გვაქვს ეს მოწყობილობები, რომლითაც თევზებს ვიჭერთ. იქაც ერთი გვაქვს, სადაც შეგვიძლია ჩავყვინთოთ. კიდევ ერთს აქვე ხედავთ. დაახლოებით აქ ვიქნებით და აქეთ-იქით ვივლით, მგონი. იმედია აქ ოკეანის გიგანტებიც გაივლიან და რამე კარგს დავიჭერთ. ეს მაინც მოქმედების გეგმაა. კარგი, მოემზადეთ. შევიდეთ. წავედით. ზესახელწიფოები მაქვს პატარავ. დამეხმარეთ. მან თელი ხაზი დაიღო. დამეხმარეთ. აი ეგეც მაო. მან თელი ხაზი დაიღო. მათ შეეძლო დამეხჭო. აიღე. მოიცადე. შეხედე ამას პატარავ, ეს უზარმაზარი. თქვენ ნახეთ რა საშიში იყო ეს კაცო. ამ ვახუამ 17 მეტრი ძუ გაათრია და მე აღარაფერი დამჭა. წყალში მიკაჩავდა და ამიტომაც დაუძახე კაპიტანს. იმიტომ რომ ისინი ცხოველთა სამყაროში სისწრაფით მეორე თევზები არიან. ოკეანეში სისწრაფით მეორე თევზები არიან. პირველ ადგილზეა ძლიერი sailfish-ი. და აი ეს აქ, ესაა ვახშამი ძმაო.
ეხლა ისეთი გახარებული ვარ, შეხედე ამას, ეს მხეცია ძმაო. ბიჭო, კარგი, ეხლა მართლა გახარებული ვარ. შეხედე ამას ძმაო, ეს ულამაზესი. ვაჰვა. ასე გახარებული ვარ. ბიჭებო, ნახეთ კაპიტანი, ნამდვილი ლეგენდაა. ყოველთვის საუკეთესო თევზზე მაყენებს აქ და ახლა მართლა გახარებული ვარ. მაგრამ რაღაც ძალიან მაგარი მინდა გაჩვენოთ. შეხედეთ აქ ბიჭებო, თევზში რაღაც შევნიშნე. თუ ცოტა ახლოს მოხვიდეთ, ამას ნახავთ. ცდი რომ კუდიდან ამოვიღო, მაგრამ შეხედეთ ამას. შეხედეთ აქ, ეს პატარა კაუჭივით ჩანს. ხო, როგორ ფიქრობთ, საიდან შეიძლება იყოს? სადე მეორე, იმ სხვა მეთევზისგან. სხვა მეთევზეები, ძმაო, სხვა მეთევზეებს ცოტა ნაკლები აღჭურვილობა ჰქონდათ. შეხედე მაგას. ვაჰუშია ჩარჩობილი ხუმრობ. ნახე კაცო, ისე გაიქცა როგორც მატარებელი. სულ დაგიჟა და ეხლა მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვა ძვირფასო. ვუჰუ! წავიდეთ კაცო, დღეს საღამოს კარგად ვჭამთ, ეს ნამდვილად ასეა, კარგი. ეხლა აწამივით ვიყავი ბიჭებო, უნდა დავშვიდე. აგი მინდა რომ ნახოთ რამდენად ველურია ეს ადგილი სინამდვილეში. ჩემს უკან შეგიძლიათ ნახოთ რომ ეს ადგილი პირდაპირ ბამბუკისგანაა გაკეთებული. ეხლა ოკეანის შუაგულში ვართ. ჩემს გარშემო არაფერია და რასაც ვაკეთეთ, ცეცხლს ვანთებთ, ყველაფერს ვამზადებთ საჭმელად. ფრთხილად უნდა ვიყოთ, სად დავდგამთ ფეხს. ბიჭებო, ნახეთ ეგ. მგონია რომ იატაკში ჩავარდები ამაზე. დღეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური დღე გქონდა. ნახეთ, დილით ადრე გავედით ღრმა ლურჯ ოკეანეში და ლეგენდები აქვე ვყავს. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, კაპიტნო. ის იყო ადამიანი, ვინც დღეს იმ გიგანტურ ვახუზე მიგვიყვანა. ძმაო, კარგი თევზი გვაქვს შენთვის, აქვს შენთვის, ასე რომ როგორც მიხდით ეხლა ამ გადარჩენის ტივზევად. აქვე გვაქვს ეს კოცონის ადგილი და რასაც ვაკეთებთ, ვაპირებთ ეს ავანთოთ, კაცო. რა შეიძლება არასდროს წავიდეს? ოკეანის შუაგულში ბამბუკის ნაჭერზე ვზივართ და ცეცხლის დანთებას ვცდილობთ. იცი, ამისთვის ვცხოვრობთ. ძმაო, დროა ეს ავანთოთ და ვნახოთ რა შეძლებ, ჰეი ძმაო. წავედით. წავედით, შეფი საქმეს იწყებს, წავედით. აი რა გავიჭირეთ, ეს არის რეინბოუ რანერი, როგორც ხედავთ, დღეს კარგად მოვარტყიტანს. ეს თევზი ერთ-ერთი საუკეთესოა ოკეანეში საშიმისთვის და ჩვენთან ერთად არის შეფიც. ის თავის საქმეს გააკეთებს, გვაჩვენებს როგორ ასუფთავებს თევზს პროფესიონალურად ოკეანის შუაგულში, ამ ტივზე. მოდით დავიწყოთ. მოდით გავაკეთოთ ეს. თევზს გავხსნით ისე რომ დანა ოდნავ შევიყვანოთ მუცელში, რათა შიგნით ნაწლავები არ დავაზიანოთ. ეხლა როგორც ხედავთ, ყველა ნაწლავი შიგნით გვაქვს, ამას გადავაგდებთ. და რადგან ოკეანის შუაგულში ვართ, შეგვიძლია თევზებს ვაჭამოთ. ვაჭამოთ. ეხლა კი გადავაბრუნებთ და მუცლის თხარეს გავჭრით. სანამ ის თევზს ასუფთავებს, მე შეიძლება ერთი ცივი ლუდით დავლიო. ხომ იცით, ოკეანის შუაგულში ვართ. შეიძლება რამდენიმე ცივი ლუდით დავლიოთ. ეს ძალიან რთულია, რადგან ტივი ძალიან ირწევა და მე უბრალოდ ვცდილობ ხელი არ გავიჭრა, რადგან ეს ყველაზე მთავარია. ხედავთ, ის ახლა უბრალოდ თევზის ჩვეულებრივ ფილეს აკეთებს. კარგი ამბობენ, რომ კარგი ფილეა თუ თევზში საკუთარ თავს დაინახავ. მე ამას შევჭამ. ჰეი, რა ჯანდაბას აკეთებს კაპიტანი აქ ძმაო? ტუალეტში მიდიხარ თევზო. ჰეი, ის ტუალეტში მიდის ტივზე. იცი რომ ამაზე ვჭამთ ძმაო. აქ ძალიან ლამაზი ზედახაზი გვაქვს ამ რეინბოუ რანერისგან. მე ხელნაჭრებად დავჭრი და დავრწმუნდები, რომ თითოეული ნაჭერი გამჭვირვალეა. შენთვის ოდესმე მზარეულს მოუმზადებია? არასოდეს. ასე რომ დღეს ალბათ შენი ცხოვრების საუკეთესო კერძს დააგემოვნებ. ხო. კარგი იქნება ბიჭებო, კარგი იქნება, ამისთვის ცხოვრობთ. და შეხედე ამას. რა წერია შენს მაისურზე ძმაო? მზარეულობაა. მზარეულობა. ის მზადდება. ეს რას ამბობს? ის მზადდება? ის მზადდება. ზარეულიც კი ატარებს მას. ძალიან მალე თქვენთან მოვა offshore tales-ზე. ახლავე დავდებთ თევზზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლამაზად გამოვიდეს. რადგან საჭმელში მთავარი მხოლოდ გემო არაა, არამედ მისი წარდგენაც. ჯიზ, რა ბუჟია ამით. შეხედე ამ მაშებს, ან რაც არ უნდა ერქვა, რასაც იყენებს. ოქროსფერია ძმაო, თითქოს დედოფლის სასახლიდან აქვს მოტანილი. იმ თევზს ამზადეთ, რომელიც ნახე. თევზზე მართლაც ულამაზესად გამოიყურება. აქვე რამდენიმე ინგრედიენტიც აქვს. რას აპირებ? მე ოკეანის პონზუს соуს გავაკეთებ. ჯერ ლიმონებს პატარა ნაჭრებად დავჭრით. არა მხოლოდ დეკორაციისთვის, არამედ გემოსთვისაც. შემდეგ დაგჭირდება მწვანე ხახვი, ან თუ გინდათ ახალი ხახვი. ეხლა დავამატებთ სოიოს соуს. Done. ლიკომ. ეს სწორად არჟას, ხომ ასეა? მაგრამ გემრიელია. 2 სუფრის კოუზი, სოიოს соуსი და ცოტა ესპანური ზეთისხილის ზეთი. დააწურე ცოტა ლიმონი. მოაყარე მწვანე ხახვი გემოსთვის. გვაქვს სახში მომზადებული კარამელიზებული ნიორის соуსი და ყოველთვის გასინჯე, სანამ მიიტან მაგიდაზე. როგორია გემო? მე წყალში ჩავხტები.
უბრალოდ ამას ვიტყვი, ძალიან კარგია. უბრალოდ საოცრად კარგია, თქვენ პირველად აქ გაიგეთ ეს. კარგი, соуსი მზადაა, დასრულებულია, ვფიქრობ. მიღებთ თევზს, ვაყრით ამას ზემოდან და ეს ყველაფერი ჩემს მუცელში მიდის, ძმაო. მორთავთ მას. ჩუმად. 2 ლიმონის ნაჭერი. ის ამას ელეგანტურად აკეთებს. соуსი, დაასხი соуსი. ვა, ძმაო! მამაკაცები მოგწონს? მე რო პაპი კათოლიკე ვარ, რა თქმა უნდა მაიონეზი მომწონს. რა თქმა უნდა. პირში არ ჩაიდო. არ მინდა რომ გადაკლაპო. მესამე ხელი არ მაქვს. ახლა ხან ოქროს პინცეტით მიაწოდე თევზი, ახლა კი მაიონეზ პირში იღებ და ასე აწვდი. მესამე ხელი არ მაქვს. როგორ მუშაობს ეგ, ძმაო? როგორ მუშაობს ეგ? ოქროს პინცეტს იყენებს ერთ კერძზე, შემდეგ კი თავის პირს იყენებს. რა ხდება, ძმაო? და ამას უწოდებ ველურ ოკეანეს. საშიმი. ვაიმე ნერწყვი მომდის. წავიდეთ. მე გაჭმევ, იმიტომ რომ შენ ხელით არ უნდა შეეხო ამ ლამას ხელოვნებას. ბიჭებო, ამის გამო შემიძულებთ, მაგრამ ის მართლა მაჭმევს როგორც ბავშვს, ამ ოქროს პინცეტით. ამის შემდეგ ნახავთ, ოქროს ნავით ვიქნები, ბრილიანტის არპუნის თოფით, წყალქვეშა ნადირობას დავიცნებ. ნახავთ ბიჭებო. კაპიტანი პირველი? ხო, კაპიტანი პირველი, მან გაჭნა. ეი, მან ამ თევზზე მოგვიყვანა და. გაჩერდი. თვითონ კაპიტანიც კი ამბობს, რა ჯანდაბას მაჭმევენ. კარგია? კარგი. კაცური საქმეები. კარგია, მართლა ასეა. არა, ის ახლა აპირებს ამოაფურთხოს. ოდესმე გაგისინჯავს ნედლის საშიმი. არასოდეს, პირველად. არასოდეს. კარგი. დღეს საღამოს შენთვის მომამზადებ საჭმელს, არიდარდე. ჩვეულებრივ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვაძლევ უფლებას მაჭამოს, ლამაზი ქალებია. მაგრამ ამ ერთ ეპიზოდში გამონაკლის დაუშვებთ. კარგი, მოდი ძმაო, მაჭამე. ეს მშვენიერია ძმაო, ამაც 9 ქულას უთერათიდან ძალიან მაგარია. სიამოვნებით მივართმევდი დედოფალს რომ ცოცხალი იყოს. ლიმონისგან კარგი მჟავიანობა აქვს, მარილიანი და კრემისებრი მაიონეზისგან. ეს ნამდვილად მშვენიერია. ყოჩარ ძმაო. მადლობ. ჰეი, კაპიტან, ეხლა საჭმელს აფურთხებს. კაპიტანო, მოდი აქ, მოდი აქ. შენ ზარეული უნდა იყო და ისინი ამოაფურთხებენ საჭმელს. გულისხმობ როგორც ხედავ, ეს უმია. ჩემს ცხოვრებაში არასდროს გამისინჯავს საშიმი. არასდროს. ეს არის პირველი შემთხვევა, პირველად ვსინჯავ საშიმის, მიყვარს საშიმი. ძალიან კარგი იყო, მაგრამ კაპიტანი პირდაპირ უკან ღებინებს ძმაო, ეს იმდენად კარგია. როგორც ხედავთ, მოგვიწია ვახუს ნაჭრების დაჭრა პირდაპირ ყინულჩანთაში. ვერც კი დაეტია. ასე რომ ფიქრობ, ეხლა მოვამზადებთ მათ. შეხედეთ ფერებს ამაზე. მთელი დღე ყინულზე იყო, ასე რომ დავიწყოთ მომზადება. მოდით ავიღოთ, გავასუფთავოთ და ფილეს გავუკეთებთ. მინდა ნახოთ, რამდენად ახალია ეს. ეს თევზი რამდენიმე საათის წინ ცურავდა. აი აქ გვაქვს მისი ჩონჩხი. შეჭამე ეგ ძმაო, გაუშვი კარგი ბიჭებო, თასი აქ გვაქვს. მგონი თევზი პატარა ნაჭრებად დავჭერით. რას ვაპირებთ? პირველი. დავაყრით ფქვილს და შემდეგ დავამატებთ რაღაცას, რაც გავს KFC-ის შემწვარ ქათამს. იმიტომ რომ რასაც ვცდილობ მივაღწიო, არის ის რომ არ იყოს ზედმეტი სუნელი. მაგრამ გარედან გაქვს შემწვარი ქათმის ქერქი, ხოლო შიგნით ძალიან ნაზი და რბილი, როგორც ვახუ. ეხლა მთავარია, რადგან ბევრი ადამიანი რასაც აკეთებს, წყალს ამატებს. მაგრამ მოდი ეს სხვა დონეზე ავიყვანოთ ლუდის დამატებით. ლუდს გამოვიყენებთ, იმიტომ რომ რჩევა როცა ალკოჰოლით ამზადებთ. ბევრი ადამიანი როცა ალკოჰოლი დამზადებს, სუპერმარკეტში ყველაზე იაფ ალკოჰოლს ირჩევს. კარგი, მაგრამ მე მიჩევნია, იცი რა, ყოველთვის აირჩია ისეთი ალკოჰოლი, რომელსაც დალევდი. იმიტომ რომ თუ არ აპირებ დალევას, რატომ უნდა შეჭამო? მგონი ეხლა ცოტა შეშინებულია. ძმაო, ეს მოგეწონება, კარგი? სინამდვილეში საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა რომ პირდაპირ ყელში ჩამესხა. არა, არ მოგცემ უფლებას. არ მოგცემ უფლებას, ასო ეგ ჩამასხა ყელში. უკვე გამასინჯე ოქროს ყოვზით. ეხლა ამას აურევთ და შემდეგ სწორედ ეს კონსისტენცია უნდა მიიღოთ. არც ძალიან წყლიანი, არც ძალიან სქელი. კარგი, ეხლა ხედავთ რომ ის ანანასის გარეკანს აშეკანს აშორებს. ეს მართლა სიგიჟეა ეხლა ბიჭებო, შეხედეთ ამას. შეფი იქ უკან ყავს, ოკეანის შუაგულს ცურავთ, თუ შეცურავთ, ამდენიმე ლუდი. მასტერ შეფი, კიდევ რა გინდა ცხოვრებაში? დღეს ვაჰუ დავიჭირეთ. ჰა, კარგი, ეს არის გადამწყვეტი მომენტი. რა შეიძლება არ გამოვიდეს, როცა ოკეანის შუაგულში მცურავ ბამბუკის ტივზე ვართ. ახლა ამ კერიაში ცეცხლს ავანთებთ. კაპიტანო, დამიჭირე ლუდი, წაიკითხე მაისური. ვამზადებთ. ვიწყებთ, წავედით. ჩვენ ავანთებთ ცეცხლი ამ ბამბუკის ტივზე ოკეანის შუაგულში. დიახ. ეს მაგარია კაცო, კარგი. დროა კაპიტანმა დაიწყოს მომზადება. იმედია შევძლებთ მისთვის ისეთი რაღაცის მომზადებას, რომ არ გადმოაფურთხოს. ყოველ ჯერზე როცა ამ დაწყევილ კაპიტანთან ვარ, ყოველთვის ბენზინს იყენებს. ზურგს უკან ნუმალავ ძმაო, ნუმალავ, ბენზინი აქვე აქვს, ასე ანთებს ცეცხლს. მოდი დაასხი ბენზინი, გითხარი როგორ გააკეთე ეს? ეს ბენზინია ნავის წრავიდან. ნავი. How are you going back? აი რატომ მოძრაობდა ასე ნელა დღეს?
ჰეი, იცით რა, ჩვენ ვაკეთებთ კაფიან თევზის შადრევანს, როცა ლუდს ვასხამთ თევზის პირში. მაგრამ ამ შემთხვევაში მგონი ეს ლუდიდი თევზის პირში არ ჩაეტება. მაგრამ მე გაჩვენებთ ავსტრალიურ მეთოდს, ძმაო. შეიძლება ინგრედიენტები ცოტა გვერდზე გადადოთ, მაგრამ ამას გადმოგცემთ. მზად ხარ? გინდა მე გავაკეთო. დიახ, რა თქმა უნდა. მზად ხარ? 3, 2, 1. დალიე, ძმაო. კარგი. დალიე ბოლომდე. ქვაზე ეშვება. წავედით. აქ ყოველ დღე დღესასწაულია. წავედით. ღმერთო ჩემო. ამას არ ველოდი. კარგი, უნდა წავიდე და თავი მოვიწესრიგო. წავედით. მე სწრაფად გამოვდივარ წყლიდან. თელი ნაშუა დღევი თევზის ნაწლავებს ყრიდით აქ. იცით, ეს არის ის, რისთვისაც ვცხოვრობთ აქ. კარგი განწყობა. ყავს კაპიტანი, ყავს შეფი. ვაუ, მიდი დააგდე. კომენტარებში ახლა უკვე ცხელა. იცით როგორ მიყვარხარ. ვცდილობთ თევზი ფქვილში ამოვავლოთ. მიდი შვილო. საოცარია. შეხედე ამას. შეხედე ამას. შემდეგ ჩავაგდებთ თხევად ცომში და ზედმეტ ჩამოვაშორებთ. ჰო, თქვენ ამას ვერასდროს დაიკითხავდით. უკვე ოქროს ჩხირები გამოუტანია. ოქროს ჩხირები აქ ძმავია, ძმაო. ოქროს ჩხირი, კაცო. სტეიტ, ლასაპირებ. შეხედე ამას. შეხედე ამას. ან გვაქვს ანანასი, გვაქვს თევზი, რომელიც იხარშება. ჰეი, ეს საუკეთესო გუნდია, კაცო. კაპიტანი ცეცხლს უბერავს და ჩვენ აქ ვამზადებთ ასეთ ლამაზ გარემოში. ეს ცხოვრებაა, კაცო. ეს ცხოვრება. მინდა თევზი ორჯერ შევწვა. ამის მიზეზი ისაა, რომ მინდა ზეთის ტემპერატურა ისევ აიწიოს და თევზს 1-2 წუთით დავასვინებ, რომ არ გადაიხარშოს და ორმაგი ქერქი ჰქონდეს. თქვენ იცით აქ ოფშორულ კოშკებზე ჩვენ უბრალოდ იმას ვაკეთებთ, რაც გვიყვარს ცხოვრებაში და საოცარია ბიჭებო, რომ შეგიძლია დაუკავშირდე ასეთ ნიჭიერ ადამიანს, როგორიც პაბლოა, აქვე. თქვენ ნახეთ, ჩვენ გამოვავლინეთ ჩვენი ნიჭი ყვინთვაში, კვლევაში და შემდეგ მან აჩვენა თავისი კულინარიული ტექნიკა. ყველასთვის ვინც იქართ ბიჭებო, ეს უბრალოდ გზავნილია თქვენთვის. მიიღევით თქვენს ვნებას, ეცადეთ და არ ინანებთ, ხომ ასეა? ეცადეთ. მიიღევით მას. წავედით. კარგი, ეხლა ორჯერ წვავს. ის ამ თევზის ნაჭრებს ისევ ზეთში აგდებს. დროა თევზი ამოვიღოთ. უბრალოდ მოусმინეთ. თქვენ ხედავთ, ესენი ჯადოსნური ოქროს ჩხირებია. რასაც ეხლა გავაკეთეთ, ერთ თქვენგანს ამ ჩხირებს გაუგზავნით. თქვენ ნახეთ, როგორ მაჭამა ამ კაცმა ამით. ასე რომ უნდა დააკომენტაროთ ვიდეოზე. საუკეთესო კომენტარი, ყველაზე სახალისო კომენტარი. აკომენტარი ან ის, რომელსაც ყველაზე მეტი მოწონება ექნება. რაც არ უნდა იყოს საუკეთესო კომენტარი, ამ ოქროს ტოტებს ან ჩხირებს, რაც არ უნდა იყოს, გამოგიგზავნით. აქვე გვაქვს ყველა მშვენიერი ინგრედიენტი. გვაქვს თევზი, ლაიმი, ანანასი, შევიკრავ ყველაფერს. რა თქმა უნდა, შეხედე ამ ქერქს. შეხედე ამასას. მშვენიერია. კარგი. რასაც ახლა გავაკეთებთ, ავიღებთ ერთ ვახუს, ცოტა ანანას, შემდეგ კი ზემოდან ლაიმს დავაწურავთ. ეს არის კეჩუპ მანისი, რადგან ბალიზე ინდონეზიაში ვართ. ტკბილი კარამელიზებული სოიოს соуსი. და ახლა დავამატოთ ცოტა ხელნაკეთი ნიორის соуსი. ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური დღე იყო ბიჭებო. გვაქვს ეს უამაზესი თევზის დაკო, რომელიც შებ ბიჭებმა მოამზადეს. ვფიქრობ, სწორია თუ ერთად შევჭამთ. ო, გაგიმარჯოთ. გადე მაგიდაზე. გაგიმარჯოთ ბიჭებო. კარგი, მოდი ვცადოთ. იმედია კაპიტანი ამჯერად არ გადმოაფურხებს. კარგია, პირველთა გაიგეთ, კაპიტანმა არ გადმოაფურთხა. ეს ტაკოსზე დნება. ბულიონი ერთ-ერთი საუკეთესო რამაა. შეხედე მთვარეს. სრული მთვარეა. ოკეანის შუაგულში ვართ. ესეთი მომენტებია ბიჭებო, როცა მზე ჰორიზონტზე ჩადის. მთელი ეკიპაჟი აქ არის. ამ ტიუზე ყველა აკეთებს იმას, რაც უყვარს ამ სამყაროში. ფონზე ვულკანია. და თუ ერთი რამე არითაც შეგიძლიათ გაგამხნევოთ, ისაა რომ თქვენს ოცნებებს გახვეთ. არასდროს დანებდეთ. მიიღევით მათ. ყველას ძალიან მიყვარხართ. მგონი მე და კაპიტანს პაბლოსთან დაქორწინება გვინდა ამ ტაკოსების ჭამის შემდეგ, ძმაო. ძალიან კარგია. ესენი უბრალოდ ელიტურია, კაცო. ეს ყველაფერი საოცარი იყო ბიჭებო, ძალიან მიყვარხართ. პაულა დაიჭირო. მასავით კენი ძმაო. ვუ!